მოგესალმებით, ჩემო კარგებო, როგორ ხართ? მინდა მადლობა გითხრათ თვითონ თქვენგანს. თქვენი კომენტარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის, უკავშირისთვის. მადლობა, რომ ჩემთან ხართ, მადლობა, რომ მაძლევთ სტიმულს იმისთვის, რომ კვლავ და კვლავ ახალი ვიდეოები ჩაგიწეროთ, ახალი კაშლები ჩაგიწეროთ და მე კვლავ ველი თქვენგან უკავშირს და მე დღეს მინდა თქვენთვის გავაკეთო გაშლა უკონტაქტო ურთიერთობაზე. უყურეთ მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც ურთიერთობაში გაქვთ პაუზა. ან გონიათ, რომ დასასრულია, ან იქნებ დასასრულიცა. თუ გაინტერესებთ გაშლა უკონტაქტო ურთიერთობაზე, მაშინ ეს გაშლა თქვენია. ბალანსისთვის აუცილებელია და კარგია გამოიწეროთ არხი და აკომენტაროთ, რადგან არ დაირღვეს ბალანსი ჩვენს შორის. მოდი პირველ რიგში ვნახოთ, როგორ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ახლა. აი ამ უკონტაქტობის დროს, როგორ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, როგორ გრძნობს თავს. აი ამ უკონტაქტობის დროს ეს ადამიანი განიცდიდა, ნერვიულობდა, საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია გაიარა და ახლა აქვს ის პროცესი, როდესაც აი უკონტაქტობით გამოწვეულ სევდის განკურნების პროცესშია. აი ეს ადამიანი ახლა თავის თავში ეძებს ძალებს, რომ გაუმკლავდეს აი იმ სევდას, რაც მას აქვს. გეტყვით, რომ ამ ადამიანს თითქოს კიდევ სურს, როგორც კი აღიდგენს ძალებს, სურს კიდევ კომუნიკაცია. თუმცა მე ეს კითხვა არ დამისვავს, მაგრამ აი აქ ნათლად ჩანს. როგორ არის ეს ადამიანი და აი ამ ტკივილიდან განკურნების პროცესშია თავის თავში, ეძებს ძალებს, რომ გამოვიდეს აი ამ ემოციური მდგომარეობიდან. რა ხდება მის ცხოვრებაში? მოდი ვნახოთ. რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში? მეგობრებო, ეს ადამიანი ახალ გზებს შეიძლება ეძებს თქვენთან მოსასვლელს და შეიძლება ერთგვარად გითვალთვალებთ ან თვალყურს ადევნებს თქვენს თუნდაც სოციალურ ქსელს ან პირადად თვალყურს გადევნებთ და მისი დაკვირვების ობიექტი ხართ. შეიძლება ეს ადამიანი იმ პროცესშია, რომ სურს წამოიწყოს ახალი საქმიანობა, ახალი გზა, ახალი გეგმები აქვს, რათა უფრო მარტივად გამოვიდეს აი იმ დეპრესიული მდგომარეობიდან, რომელშიც იმყოფება და შეიძლება ეს ეხებოდეს სამსახურსაც, შეიძლება ახალი წამოწყება აქვს, ან ახალი გეგმები აქვს, რომ ფინანსური რესურსი შეივსოს. შეიძლება ახლა ცოტა კრიზისული პერიოდი აქვს, როგორც ემოციურად, ასევე ფინანსებშიც. რა ხდება კიდევ მის ცხოვრებაში ვიკითხოთ. სამსახურშიც სამუშაო, ანუ სამსახურის, რაც აქვს ამ ადამიანს, იქაც შეიძლება კრახი განიცა და ამ ადამიანმა ან მოატყუეს, ან იმედი გაუცრუდა და სწორედ აი ორ მხრივად ამ ადამიანს რთული პერიოდი აქვს, რადგან
იქაც არ აქვს მთლად სტაბილურად მდგომარეობა. მოდი ვიკითხოთ, რას გეტყოდათ ახლა ეს ადამიანი. თქვენთან რომ იყოს და კონტაქტზე შეეძლოს გამოსვლა, კონტაქტზე იყოს. რას გეტყოდათ? რა აქვს გულში? რას გეტყოდათ? რა აქვს სათქმელი თქვენთვის? რას გეტყოდათ? მეგობრებო, გეტყოდათ რომ თუ მას რომ შესძლებოდა თქვენთან ერთად ოჯახის შექმნა, ეს მისთვის იქნებოდა დიდი ბედნიერება, დიდი სიუხვე, მას რომ შეეძლოს თქვენთან ოჯახის შექმნა და თქვენთან ერთად ცხოვრება, ეს მისთვის იქნებოდა ყოველდღიური ზეიმი. რატომ არ შეუძლია ამ ადამიანს? კითხვა გამიჩნდა. ეს რატომ არ შეუძლია ამ ადამიანს? მეგობრებო, ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება შორმანძილზეა. მეორე ვარიანტი არის ის, რომ შეიძლება უკვე დაოჯახებულია და ამისთვის ძალა არ ყოფნის, რომ თქვენთან იყოს და სწორედ ეს იწვევს ძალიან დიდ სევდას ნაღველს მასში. მას არ შეუძლია ფაქტობრივად მოქმედება, სწორედ იმიტომ, რომ ან აქვს სტაბილური ოჯახი, ყავს მეუღლე, ან მეორე ვარიანტი არის ის, რომ არ არის, არ ხართ ერთ და იგივე ქვეყანაში, სხვადასხვა ქვეყანაში ხართ, ან საკმაოდ დიდი მანძილი გაშორებთ ერთმანეთს. აღდგება ურთიერთობა თქვენ შორის. არა, მოდი ჯერ ვიკითხოთ, გამოვა კონტაქტზე ეს ადამიანი თქვენთან, გამოვა კონტაქტზე. სურვილი რო გითხრათ, მეგობრებო, აქვთ, მაგრამ ეს ადამიანი ფაქტობრივად წასულია სხვა ნაპირზე. სურვილი, დიდი სურვილი აქვს, თითქოს გეგმაც აქვს ამისი, მაგრამ მისი რეალური მოქმედება სხვა არის. აღდგება ურთიერთობა თქვენს შორის. სასწაული მიზიდულობა, მეგობრებო, თქვენს შორის. ძალიან დიდი მიჯაჭვულობა თქვენს შორის. არ ყავთ, მეგობრებო, ერთმანეთი გაშვებული, აი თქვენ მისთვის ნამდვილად ისეთი ქალი ხართ, რომლის დავიწყებაც ამ ადამიანის ძალას აღემატება და ერთგვარად მსხვერპლად გრძნობს ახლა ეს ადამიანი თავს აი ამ მდგომარეობაში, როდესაც მას არ შეუძლია არც თქვენთან ყოფნა და არც უთქვენოდ. ამ ადამიანს ძალიან დიდი განცდები აქვს, მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთას არაფერს არ აკეთებს და ვერ აკეთებს აი ამ ურთიერთობის აღსადგენად. რეალურად მსხვერპლის პოზიციაშია ეს ადამიანი. რადგან მას არ შეუძლია გონებიდან, გულიდან გაგიშვათ, მაგრამ არც თქვენთან შეუძლია ყოფნა. უნდა დაბრუნება, მოდი ვიკითხოთ. უნდა დაბრუნება. ასე გონია ამ ადამიანს ერთი სული აქვს მოვიდეს თქვენთან, ერთი სული აქვს სურს მოსვლა. პირველ რიგში იმიტომ, რაც გითხარით, რომ ვერ გიშვათ
ბოლომდე თავისი ცხოვრებიდან და მეორე ის რაც არის ეჭვიანობს მეგობრებო ეჭვიანობს და გონია რომ არაერთი კონკურენტი ყავს ამ ადამიანს თქვენ სიყვარულში ძალიან ეჭვიანობს და გონია რომ მოუწევს ბრძოლა შინაგანად გონია რომ ამ ადამიანს გონია რომ ძალიან ბევრი კონკურენტი ყავს და ძალიან ბევრს სურს თქვენი გულის დაპყრობა ამიტომ სურს ძალიან სურს დაბრუნება რა უშლის ხელს კიდევ ერთხელ მინდა ჩავეციო გადმოვარდა არის ვიღაც მესამე ვინც უშლის მეგობრებო ეს კარტი თავისით გადმოხდა რა უშლის ხელს დაბრუნებაში არის ვინმე ამ ყველასთვის არა მეგობრებო მაგრამ ალბათ 40%-ისთვის არის ეს ასე რომ არის ამ ადამიანის ცხოვრებაში ქალი რომელსაც აი ასე ყავს ეს ადამიანი ჩაფხუჯული რომლის გაშვებაც მას არ სურს ნახეთ და აი ყველანაირ ძალას ფიზიკურს არ გულისხმობ ყველანაირად ცდილობს ეს ადამიანი რომ არ გაუშვას ხელიდან თქვენი ჩაფიქრებული მამაკაცი აქ არის მესამე ქალბატონი რომელიც ყველანაირად ცდილობს შეაკავოს ეს ადამიანი და ძალიან ცდილობს არ გაუსხლტეს ხელიდან სულ ეს იყო მეგობრებო მე თვითონ თქვენგანს კიდევ ერთხელ გადაგიხდით ძალიან დიდ მადლობას და ჩემთვის საინტერესოა და სტიმულის მომცემია რამდენად რეზონირდა მე თქვენ დაგელოდებით კომენტარებში მადლობა რომ იყავით ჩემთან და დაგემშვიდობებით მომავალ გაშლამდე